გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გითხრათ გიგას მოლოცვისთვის, გიგას იუბილის მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის, თბილი კომენტარებისთვის, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ასე მოვედი როგორც ვარ მეგობრებო, ვიცი გამოვიყურები ძალიან ისე, მაგრამ არ მაქვს რაღაც დრო და მოვედი ისე როგორც მოვედი და ამას ამ ვიდეოს მივაბამ გუშინდელ ვიდეოს საღამოს გადაღებულს და ერთიანად დავდებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო. ისეთი თბილი კომენტარებისთვის და შეიწუხეთ თავი და გიგას მიულოცეთ დაბადების დღე. უღმესი მადლობა. ოღონდ მომიტანა ამირანმა ცოტა ბანკა გამოვა. 4 ან 5 ბანკა გამოვა. ეგეც უნდა ვაკეთო დღეს და მემატაებთ საქმე, ამას რა უნდა სულ უცებ გავაკეთებ.ევადი საპონი მოიტანა. ცუდად ვაჩვენებ ახლა, ვიცი, მაგრამ შაქარი მოიტანა. ხელშემცალია. ხალი მომიტანა, რომელიც ძალიან მიყვარს. პატარა ქათამი დავაბარე, ეგეც მოიტანა და პური მოიტანა. აგენ ახლა მივალაგო და დავიწყო მერე კამპოტების გაკეთება. რა უნდა ამ კამპოტს? უბრალოდ ის არის, რომ რამდენად მაქვს ქილის, რა ქვია მაგას? კრიშკებს რომ უძახმე. რამდენად მაქვს ეს არ ვიცი, გადასამოწმებელია და თუ არ დავჭი ხა ისევ გასასვლელი მაგის გამო. ხო არა უშავს შევდგები ამ საქმეს. არეულობა მაქვს. კი არა გადარეულობა მაქვს. ეხლა მე როცა ყველაზე ბევრი საქმე მაქვს, მაშინ მოიტანს ამერანი რაღაცეებს და მემატება საქმეები. ეხლა ისეთი ბევრი და გადაუდებელი არაფერი არ მქონდა, მაგრამ ხო გაჩვენეთ მოიტანა მეთქი ქათამი. ეხლა მე ამას არ უნდა გადავხედო. ისე მაინც არ შემიძლია. ამიტომ დავიდებ ასე და ამას კიდევ გადავაკონტროლებ, რომ არ შემყვეს არაფერი. გაწმენდილი მოიტანა, მაგრამ მე კიდევ გადავატარე გაზზეც და აი ახლა ასე ვიხმაურებ. ანუ გეტყვით. მოიტანა ქათამი მეთქი, გავასუფთე, დავამუშავე და ეხლა მაინც გადავხედავ მეთქი და ძალიან პატარაო, ერთი თეფშზე რომ გამოვაო და ორჯერად რომ შევჭამო, იმდენიო ხალადეცი გამიკეთე ამისგანო. ანუ ფეხებიც მოიტანა და დანარჩენიო რაც გინდა ის ქენიო და ეხლა ხალადეცის მასალა ჩავყარო. არც არაფერს არ ვაკეთებ მეგობრებო, ახლა ხალადეცი ყველა მცით და ყველა თავისებურად აკეთებს, ზოგი სტაფილოთ, ზოგი რაღაცით, მე როგორ გავაკეთებ ახლა? ფეხები, გული, კისერი და რაც გინდა დანარჩენი შეურიეთ. ამას ვყრი ახლა მეც და რადგან ცოტა მინდა ერთნაჭარ რბილ ხორცად შევამატებ, მეც არაფერს და ამას დავადგამ იმდენი წყალით, რომ დადუხდება, თან ეს ქათამი მალე მოიხარშება. აღარც წყალის დამატება უნდა, არც რამე და უკვე შუა ხარშვაში რომ მივა, მერე ჩავაყრი პირპილს და მარილს. და სულ ბოლოს ჩავაყრი დაჭყეტილ ნიორს. გავაჩერებ ამას ოდნავ შეგრილდეს, დავასხამ რამ ნებისმიერ ჭურჭელში, რაც რომელშიც გინდათ და რომ შეგრილდება, მერე შევდგამ მაცივარში. ამას ვეღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ეს ხვალ უფრო იქნება კარგი და შემდგარი და დანარჩენი ჩვეულებრივად. შემიძლია ხახვიც ჩავდო შიგნით თლიანი და მერე ამოვიღო. შემიძლია თქვათ დაფნა და რაღაც ჩავმატო, მაგრამ არ გვიყვარს ჩვენ ასეთი და არ ვამატებ. ამას ვიტყვი მოკლედ და ამას დავამუშავებ და დავადგამ ახლა გაზზე. პლუს ხომ გაჩვენეთ ოღნაშ. ჯერ ბანკებიც არ გამირეცხია, გავამზადე, მაგრამ არ გამირეცხია.
ოღონაშოზე ცხელი არ მომიდებია ჯერ. ხო და მე მივხედო ამას. აი ხალადეცის მასალა დავადგი. ქათამიც დავამთავრე ბოლომდე გავასუფთე და დაიწურება კარგად და შევდგამ დღეს მაცივარში და ხვალე ვაპირებ შეწვას, ნახოთ. ჩემს ვიზუალობას რაც შეეხება ამ საქმეებში ისე მომიშალა თმამ წინ ჩამოყრილმა თუ გინდა აქ უკან და ავიკარი აცი და ვარ ისე როგორიც ვარ მეგობრებო. ქათამი მე დავაბარე ამირანს რა თქმა უნდა წაღან ისე ვთქვი რომ მომიტანა მეთქი მე დავაბარე და მინდოდა ხვალე შეწვა და თუ ნახოთ როგორ იქნება შეიძლება შევწვა და შეიძლება არ შევწვა ნახოთ ეხლა გავრეცხვეს ბანკები გავარჩევ მე გადავასუფთავებ ამ ოღნაშოსაც და ბანკები რომ კარგად გარეცხილი მაქვს თუმცა და გარეცხვის გარეშე არ ვინახავ მაგრამ მაინც უნდა მე კარგად გარეცხვა და სტერილიზაცია ორთქლზე ეხლა დავჭდე და გავარჩიო ოღნაშო გავასუფთავო რომ მოურჩევი მე ისევ შემოგიერთდებით რამდენი საქმე დამიგროვდა დღეს არ არის მეგობრებო ბევრი, სადღაც 6 ან 7 ბანკა გამოვა. ამას წინათ ხომ ვამბობდი მე რომ ჩემს ბიჭებს ეს უყვართ და მაინც უნდა გავაკეთო ცოტა მეთქი და აი მაგიტომ ვაკეთებ. რომ იგენის სხვა რამის არ დავიარ. ბანკები უკვე დავადგი, გავასტერილებ, ასე ვასტერილებ მე. რა უნდა ეხლა? მაგრამ საქმე ის არის, რომ გამივარდა. საქმე ის არის, რომ არც არაფერი საქმე არ არის უბრალოდ ლესბიან ბანკებს ვყიდულობდი მე ყოველთვის და ეს რაც შემორჩენილი მაქვს ეხლა მოსახუფი რომ არის და ლესბიანი არ არის. ის ბანკები რაც შემორჩენილი მაქვს, ის მაქვს ახლა და ჩამოღებული და ეს ცოტა ძნელია ამ სიცხეში. მე ლესბიანს რა უნდა? უცებ მოატარე და ეგა. ეხლა მეგობრებო მე არ ჩანს თუ კარგად ამ ქვაბით. ვაი დავადგამ 7 ლიტრა წყალს 6 ლიტრა ჩავასხი ამით და დავამატებ ხო 1 ლიტრას აი 7 ლიტრა წყალი ჩავასხი ეს არის 3 ბანკის, 3 კილის. ანუ 3 კილაში ახლა ჩავაყრი 6 ჭიქა შაქარს. კარგად რომ ახსნა, კიდე შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ. 7 ლიტრა წყალი ჩავასხი ამ ქვაბში, ეს არის 3 ლიტრიანის. ამაში ჩავაყრი 6 ჭიქა შაქარს, იმიტომ რომ ერთ ბანკას ვუშვები 2 ჭიქა შაქარს. 7 ლიტრა წყალზე ვაყრი 6 ჭიქა შაქარს და გამოდის 3 ბანკა კამპოტი. არ მინდა რომ კიდე რაღაც ისე ვერ ახსნა კარგად და შეცდომაში შეგიყვანოთ.
ექვსი. ეხლა ეს გამოსტერილებაც დავამთავრე ბანკების. ეს აღარ მჭირდება. ეხლა ამას რომ ნიშნს აქ. ეს არ შეიმჩნიოთ მეგობრებო, ძველი ქვაბია და ცალი ხელი არა. იბათო. არ შეიმჩნიოთ არა. მოვაგრიანოთ ასე. რომ არ ჩამდეს ცუდად. ეხლა ამ ქათამშიც მე უკვე ჩავაყარე მარილი და პიპილი, სულ ცოტა უკლია და სიოალის მზად იქნება და გადავიტან კონტეინერში. ეხლა ვიცი მაქედან ცუდად ჩანს, იმიტომ რომ ქვაბი მეფარება და ძალიან ბევრ ამას რომ ვაკეთებ ერთად, ყველაფერი ერთმანეთთან მაქვს და არ ჩანს კარგად. ეხლა ხომ გავრეცხე, გადავიტანე დუშკაზე და დავწუნე. ამას ადუღებულ წყალს გადავავლებ. ამ ნაწილი მაქვს ჯერ გარეცხილი და ამ ნაწილს გადავავლებ. ეგეც ერთადერთი სტერილიზაცია. მორჩ, ამას ჩავყრი ახლა ქილებში. ეს ყველა არ არის, ნაწილი გასარეცხი მაქვს. შემდეგი სამი ბანკისთვის კიდევ ახლა დავადგამ და გავრეცხავ მასაც და გადავავლებ დუღარეს. ამას ახსნა მე მგონი არ ჭირდება ყველა მიცით და უბრალოდ ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე ქვაბში სტერილიზაციას არ ვაკეთებ და ასე უფრო მეადვილება რატომღაც. სიო, ეხლა ამას ჩავყრი. ვიღაცა თქვა რომ ამას ოღნაშო კი არა, ღოღნაშო ხიავდა. მე ოღნაშოს ვეძახი მეგობრებო, არ ვიცი. აქეთ საქმეში ისიც ადუღდება სიროპი. ხუფავ და ეგ იქნება. აი ასე სამ ბანკას გავამზადებ ახლა. ამაში შევფუთავ და მესამე დღეს ავწევ. всё, არაფერი არ მოუვა ამას, რაც გინდა ის გააკეთო. ეხლა კონტეინერი გინდა მე. აუცე დავწყა მეგობრებო. აგიც ჩავასხი ქათამი. всё, ბევრი არ მინდოდა, გითხარით და ესეც ახლა შეგრილდება. ჩავასხა. ისა შეგრილდება და შევაგდებ მაცივარში. ეხლა მეორე პარტიას ოღნაშოსაც გადავავლებ ადუღებულ წყალს. და ამასაც გავამზადებ ბანკებისთვის. მე ვაკეთებ მეგობრებო ამას დარწყვით, გავხედავ ასე რამდენია და მორჩა. მე გრამობით და იმით ხილს არ დავწყავდა ახლა. შაქარს როგორც მინდა ისე ვაკეთებ, რომ არ მინდა ძალიან ტკბილი, ორს ვუშვები. თითო ბანკას, თითო ქილას. კარგია ახლა ამ ოღნაშოსაც მოვამთავრებ და მე სხვას გავაკეთებ კიდევ და არ ვიცი სულ რამდენი ბანკა მაქვს, რაღაც 50 მაგდა მაქვს ვიცი და იმას იქით
ფაქტიურად იმას იქით ვერც გავხარჯავ მე, იმიტომ რომ ახლა ყველა დღე ხუმარ ხსნი მართლა. რაც დარჩება ბანკები თუ დამრჩა, კიდე გავაკეთებ. თუ არა და არც არაფერი. მოდებით დავამთავრე, მოუღუპე 6 ბანკა გამოვიდა. შევფუთავ ახლა ამას ლამაზად და всё, მესამე დღეს რომ ავწევ, ზად იქნება. მაგრამ ერა დღეში ვარ, ნახეთ. მირჩევნია მეგობრებო, ასე ცოტა ვაკეთო. ვიდრე ერთიანად ბევრი. ჩემთვის ეგეც საკმარისია. ეხლა დავალაგო, მივდგე. აი, ჩემი საფიქავი, იცით ეს რამდენი წლისა? 2000-ში რომ მე ჩამოვიბარგე სოფლიდან, მაშინ მომცა ჩემმა და მე და ეგ კიდე მაშინ იყო როგორ ვთქვა, გამოყენებული ვინ იცის რამდენი ხნის. მე ეს გატყდა, გავაკეთებინე ჩემ დიშვეს და ეგ მაქვს. ეხლა ამის გაჭირება კი არ მაქვს რომ ახალი ვიყიდო. და რა ღირს ეხლა? ძვირიც ხომ არ ღირს. მაგრამ კარგად ხუფავს. ეხლა გასარეცხი მაქვს აგენი, გაზი გასაწმენდი მაქვს. კარგად ხუფავს და მაგიტომ არ მინდა მენანება. მერე რომ დამჭირდება, თქვათ მაგას რამე მოუვა და დამჭირდება, ვიყიდი აბა რას ვიზა. დღეს მით უმეტეს ისეთებია გამოსულები. და მალეც ალბათ გადავალ სულ იმაზე. რა ქვია იმას? ლესბიანებზე და სულაც აღარ დამჭირდება მაგ. ამ გენის გარეცხვაც მინდა, მაგრამ ეხლა გავსილი მაქვს. ოჭეს მანქანა და ჯერ ამას გავრეცხავ და მერე აბა ეს და ცოტა არ იყოს დავიღავ. მაგრამ არა უშავს, მიხარია რომ ერთი საქმე გავაკეთე. ერთი კი არა, ორი გავაკეთე. всё, ამას დავრეცხავ. არაფერი. მოჩა. ეს კუბიკები არ გამომიცლია. გაიხარჯოს, მინდა რომ ახალი ვიყიდო. მომწონს თუ არ მომწონს რაცა ეს გავხარჯო. დამცხა. ძალიან დამცხა. ისედაც ფხელობა. всё მეგობრებო, დამთავრდა დღევანდელი საქმე, ახლა კიდე მოვაწესრიგებ ნორმალურად და ეგა და ეგ. მე კი დავრჩი ასე, მაგრამ ახლა შევარდები აბანოში და მოვწესრიგდები. დროებით მეგობრებო. ამ ვიდეოს ნახავთ ალბათ ხვალებას და მიხვდებით რომ გუშინდელი ვიდეოა. დროებით.